პირველ რიგში ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, სადაც ასეთი ამბები ხდება და ასე მასობრივად ხდება დაპატიმრება მაღალი რანგის ჩინოვნიკების, იქ მიდიან მარტივ დასკვნამდე, რომ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. რაც საქართველოში არ უყვართ. საქართველოში ყოველთვის ცდილობენ, რომ პრობლემა ჩაკეტონ ერთ ადამიანზე, კონკრეტულად ვიღაცა დაიჭირას, პრობლემა მოისურვოს. ანუ გვაქვს სისტემურ პრობლემასთან საქმე. მე ახლა ძალიან მარტივად დღეს ვკითხულობდი, რის გამო დაიჭირეს ეს კაცი. ეს არის ტენდერი ერთი კონკრეტული კომპანიის სასარგებლო პირობები. საინტერესო არის რა სფეროში არის ეს ტენდერი. ეს ტენდერი ეხება სასწრაფო დახმარების მანქანებს. ხო, რას გეუბნებათ ეს? საქართველო არის ერთადერთი სფერო, რომელიც ამის სრული ცენტრალიზაცია მოახდინეთ, სასწრაფო დახმარება ყველგან არის ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება. როდესაც ახდენდნენ ამას, მაშინ რომ თქვი, ერთადერთი აზრი აქვს ამის გაკეთებას, ერთადერთი მიზნით შეიძლება მოხდეს ეს, რომ მოხდეს ფულის კონცენტრაცია სახელმწიფო თანხების და ერთხელში მოხდეს ამისი კონცენტრაცია და ამ გზით ადვილად იყოს კორუფციული შეთანხმების დადება. როდესაც საუბრობ სისტემურ კრიზისს, ერთ-ერთი მოცემულობა ამ სისტემური კრიზისის არის ის, თუ ერთხელ მაინც ქართულმა პოლიტიკოსებმა დასვან კითხვა. ეზეთმე ცენტრალიზაცია, რომელიც არის და მთელი ფული თავმოყრილი არის ცენტრალურ ხელისუფლებაში და სოფლის გარეგანათების ნატურას რო ვერ გამოცვლის ვერავინ თუ ცენტრალური ხელისუფლება ფული არ გასა, ეს ხო არ არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რაც ხდება. დეცენტრალიზების შემთხვევაში არანორმალური ცენტრალიზაცია, როდესაც მთელი ფული თავმოყრილი არის ძალიან ვიწრო ჯგუფის ხელში, მათ გარეშე ვერ იღებს გადაწყვეტილებას და ეს არის საუკეთესო საშუალება და საუკეთესო პირობა იმისა, რომ შენ გქონდეს სისტემური პრობლემა კორუფციის, ელიტარული კორუფციის. ფული სადაც არის, კორუფცია არის იქ, შენ თუ ფულს ყველაფერს მოუყრი ცენტრალურ ხელისუფლებაში, შენ ამოგეზარდება ეს კორუფცია, როგორც ამბობ. საბოლოო ჯამში ახლა დაიწყო ქართულმა ოცნებამ სულ რამდენიმე თვის წინ ჩვენება იმის, რაც ხელისუფლებაში ამ თვალსაზრისით ხდებოდა. შესაბამისად ისმის კითხვა, რაში სჭირდება ეს წმენდა, ანუ საკუთარი გუნდის წევრებისგან წმენდა და ერთმანეთის ჭამის ღიად ჩვენება, როგორც ამას ცალკეულ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებაში ვისმენთ. რა, ესე ვთქვათ, ბენეფიტები მოაქვს ქართული ოცნებისთვის უშუალოდ იმ პროცესს, რომელიც თავადვე წამოწყდა. შეიძლება ხოლმე ვივარაუდოთ ეს ამბები, ხომ? მაგრამ მე რჩება ესეთი შტაბ-ჭრილება, რომ ის გუნდი, რომელიც ეხლა არის ქართული ოცნების სათავეში, ეს არ ყოფილა ქართული ოცნების გუნდი, ეს იყო ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ძალიან ლოიალურები ხელისუფლების, წინა ხელისუფლების მიმართ. ლოიალურები ამ ხელისუფლების მიმართ, ოღონდ ესენი არ ყოფილან ქვეყნის მართვასთან ახლოს. ესენი არ ყოფილან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირები. ეს ხალხი დღეს ამ მეთოდით ამაზე ბევრი შეიძლება ლაპარაკი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, მაგრამ მათ გააჩნიათ პოლიტიკური ხელისუფლება, მათ არ გააჩნიათ ფინანსური ძალაუფლება. ისინი ეხლა იბრძვიან ამ ფინანსური ძალაუფლების მოსაპოვებლად. ჩემი აზრი ესეთია, იმიტომ რომ მათ დაიწყეს დაუარეს იმ წერტილებს, სადაც ფული იშოვება, დაიწყეს ხალხის აღრა, ძალიან ისე რომ ვთქვათ, შემდეგი ნაბიჯი იქნება ჩანაცვლება თავისიანებით. მერე კორუფციასთან ბრძოლა არავის არ გაახსენდება. მაგრამ ჩემი აზრით ეხლა მიმდინარეობს ის პროცესი, რომ გუნდმა რომელსაც მოიპოვა ბიძინა ივანიშვილთან სიახლოვით პოლიტიკური ძალაუფლება, ეხლა ისინი ცდილობენ ფინანსური ძალაუფლების აღებას სადაც არ. ანუ საბოლოო ჯამში ამბობთ იმას თუ მე ვცდები რომ თუ კი ახლა არ იპარავს უხეშად რომ თქვა კობახიძე და მისი ფლანგი ფინანსური ძალაუფლების ხელში მოგდების შემდეგ მოიქცევა იგივენაირად ვიდრე ვთქვათ ოცნების ყოფილი ლიდერშიპი, ვინც ვთქვათ დღეს. მოდი ესე ვთქვათ, ეხლა იპარავენ თუ არა არც მე ვიცი, არ თქვენიცით. არც მაყურებელმა, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, ისტორიას გააჩნია თავისი კანონზომიერებები. მე რომ უყურებდი აქ ხალხს, რომ არიან იდეალისტები, რომელსაც აქვს რაღაცა თავიანთი იდეოლოგია, იდეები, რომელზეც გატანისათვის ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ, მე ვიტყოდი, რომ ეს ნაკლებად არის სავარაუდო. მაგრამ მე უყურებ ადამიანებს, რომლებიც არიან აბსოლუტური მედროვეები, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი არ აწუხებდათ არასდროს საკუთარი კეთილდღეობის გარდა. გადახედეთ მათ ბიოგრაფიებს, ხო?
იყვნენ სააკაშვილის მრჩევლები, სააკაშვილის გუნდის წევრები, გადმოლაგდნენ აქით, ახლა იჭერენ იქით. ყველაზე ნათელი მაგალითი ჩემთვის რა ვინ ასამართლებდა კომისია, საპარლამენტო კომისია რო შეიქმნა წულუკიანის 4 წევრიდან 3 იყო სააკაშვილის მაღალჩინოსანი. ხო, რომელიც ასამართლებდა. ხო და ასეთ ვითარებაში მე არ მჯერა რომ ეს ხალხი იდეალებისთვის იბრძვის. არასდროს არ ყოფილა ამაში შემჩნეულები. არც ერთი ვერცეც ვერ მეტყვით. თუ ვინმეს მეტყვით აი ამ წრიდან ვისაც დღეს ჩვენ უყურებთ ხელისუფლებაში რომ სააკაშვილის მმართველობის დროს რამე შეუწუხებია ან გირგლიანის მკვლელობას ან კეზერაშვილის გორ რამე შეუწუხებია სადმე გინახავთ ეს ადამიანები მე არა თუ ეჭვმაკლობ თქვენ როგორც გამოსცემ ჟურნალისტს არა ამიტომ მეც ვრჩება ისეთი შტაბ-ჭრილება ღმერთს მაქნას რო ვწდებოდე რომ ეს კორუფციასთან ბრძოლა არ არის ეს არის ფინანსური ბერკეტების ხელში აღების ოპერაცია რისთვისაც სჭირდებათ იმ ხალხის ჩამოშორება ვისაც ეს ძველი კორუფციული კავშირები ჰქონდათ და ახალის დამყარება თუ არ მეშლება ყოველშაბათში რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის ბიოგრაფიას გადავავლე თვალი კორუფციული დანაშაულების ბრალდებით დაპატიმრებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის ამ ეტაპზე არც ერთი არ უნდა იყოს ყოფილი პრემიერის გახარიას მთავრობიდან ანუ ჯერჯერობით ყველა დაკავებული თუ ბრალდებული მუშაობდა უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მაღალ თანამდებობას იქცევს თუ არა ეს გარემოება ყურადღებას და იწვევს თუ არა კითხვას რატომ არის ყველა ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი გახარიას მთავრობაში უпроსტად ღარიბაშვილის მთავრობაში ნამუშევარი. ორი მიზეზი შესაძლო მიზეზი ხო? ერთი რომ მის მთავრობაში დიდი კორუფცია იყო. ამაზე პირველი მისი პრემიერობის დროს საუბრობდა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილი. მეორე ღარიბაშვილი იყო ერთ-ერთი პოლიტიკური ფიგურა დარჩენილი ოცნებაში ძველი ოცნებიდან. რომელსაც გარკვეული ელექტორალური ხარდაჭერა ჰქონდა. ეს ადამიანები, რომელიც აი ვილაპარაკეთ ხო, როგორ არიან მოსული პოლიტიკაში და საიდან მოყვანილ პოლიტიკაში, ისინი რომ გაწიო, მათი ელექტორალური ხარდაჭერა ნული გახდება ეგრევე და ნული კი არა, ძალიან ბევრს ქუჩაში გამოსვლის პრობლემა ექნება, როგორც სხვადასხვა 2000 ხელისუფლების შესვლის შემდეგ პირველ წლებში ჰქონდა ზოგიერთ ნაციონალს. ამიტომ შეიძლება ეს ორივე იყოს პოლიტიკურად ანადგურება ღარიბაშვილს და მეორე მხრივ ხო კორუფციის ფაქტები რომელიც იყო იმ მთავრობაში იმას გაჩეხება გახარიას არ ქონდა არც საშუალება და არც შესაძლებლობა არც უკეთებია რომ რაღაცა აი ეს თავისი გუნდი შეიქმნა შიგნით რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში იქნებოდა გახარია მუშაობდა მთავრობასთან რომლის წევრები მისი არ იყვნენ ეს მნიშვნელოვანია მას არ ყავდა თავისი გუნდი მთავრობაში. ამიტომ შეიძლება ეს ნაკლებად ეხებოდეს კიდევაც შეეხოს გახარიას თუმცა თუ კი დაჭირდათ და რა დაუშვით ხელს. მე სულ ვამბობ ერთი ძალიან მნიშვნელოვან პრობლემაზე რომელიც კარგა ხანი შეგვაწუხებს თუ არ მივაქცევთ ყურადღება ეს არის საპროცესო გარიგებების პრობლემა. საპროცესო გარიგება დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობის პირობებში ეს არის იარაღი ავტორიტარიზმის ხელში. ნებისმიერ ბიზნესმენს რომელსაც დაიჭერენ, რომელსაც ცხოვრებაში აფერი არ აწუხებს თავისი კეთილდღეობის მეტი დააწერინებენ ნებისმიერ აი ირაკლი ღარიბაშვილის кейსი რას გეუბნებათ, რომელსაც სწორედ საპროცესო შეთანხმების და გარიგების საფუძველზე ხო ეგაც საინტერესოა ხო რა მოხდა. ღარიბაშვილის ბრალი დასდეს ფულის გათეთრებაში. ოღონდ საპროცესო შეთანხმება გაფუძნდა და საზოგადოებამ ვერ გაიგო ეს ფული საიდან იყო, რა ფული, ვისი ფული გათეთრდა, რა ფული გათეთრდა. ფული ხო არ არის, ხაერიდან ხო არ ჩამოცვიდა და ეს ხო არ გაათეთრა ღარიბაშვილმა 6 მილიონზეა ხო ლაპარაკი რაც ამოიღეს როგორც მახსოვს. საიდან იყო ეს ფული? ანუ საპროცესო გარიგებით ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყიდეთ საზოგადოებისათვის შეიძლება უფრო დიდი დანაშაულის დამალვის ცდილობა, ხო? ამიტომ საპროცესო გარიგება ძალიან სერიოზული საფიქრალი არის ეს იურისტებისაც და პოლიტიკოსებისაც, იმიტომ რომ საპროცესო გარიგება ერთხელ შეიძლება გახდეს დაფარვის წყარო დიდი სახელმწიფო დანაშაულის და მეორე მხრივ ანგარიშსწორების წყარო, იმიტომ რომ ჩემზე და თქვენზე შეიძლება დააჭერენ რომ ნებისმიერი რამე ადამიანს რომელსაც დაიჭერენ და ეს მექანიზმი წინა ხელისუფლებამ ჩართო, ამუშავა ძალიან ცუდად, ეს ხელისუფლება აგრძელებს. კი ბატონო, ბატონო ირაკლი